ყველაზე ცუდი რამ რაც იმ დროს კიდე ჩვენ დაგვემართა, ჩვენ მოვდუნდით. ეხლა შეხედე რა ხდება გოგა, ესე იგი, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ აი სოციალური კუთხით რა სიტუაციაში აღმოჩნდით აქაც. ესე იგი, საფრანგეთში ჩვენ გავჩერდით იქ ინდუსტრიული რევოლუცია, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, იქ დიდი შეცდომების ფასად, იქ დიქტატურაც დამყარდა, ერთმართველობა, ცუძიებაში იყვნენ ეს ფრანგები და მათ ამან უკვე ჯაჭვური რეაქცია, დომინოს პრინციპი ითამაშა. თელ ევროპაზე გავრცელდა შემდგომ და მთელი იმ დროინდელ ცივილიზებულ სამყაროში ალღებად გაიშალა საფრანგეთის რევოლუცია და იქ თანდათან ყალიბდება მოქალაქის ცნება იმ სამყაროში. საფრანგეთის რევოლუციის დროს შეიქმნა ის ფუნდამენტური დოკუმენტი, რასაც ქვია ადამიანისა და მოქალაქე და უფლებების დაცვის დეკლარაცია, რომელიც ეფუძნება იმ ანტიკური სამყაროს მთელ გამოცდილებას. და რომ დგას თანამედროვე ევროპა, რომელზეც დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. და სწორედ აი ამ სამყაროს ფუძემდებლური დოკუმენტი იყო ეს და იგივე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია და სხვები ეფუძნება იმას. და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მე-18 საუკუნეში, როგორ შეიქმნა ახალი ტიპის, სრულებით განსხვავებული ტიპის არაეთნიკური სახელმწიფო. იმიტომ რომ აი ამ ახალ სამყაროში ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ იმ კოლონიური იმპერიები და როგორიც იყო პირველ ყოვლისა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ადამიანები, რომლებიც აი აქ იდევნებოდნენ, რომლებმაც აქ თავიანთი საყრდენი ვერ პოვეს. ძალიან ბევრი ადამიანი დაუშვათ, იგივე რელიგიური, იგივე სოციალური კუთხით. ბევრი ადამიანი ბედის საძებნელად მიდიოდა ოკეანის გადაღმა. და ამ ადამიანებმა და ეს იყო ჩვეულებრივი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო რაღაც მომენტში. კოლონია ჩრდილოეთ ამერიკაში. რომლებმაც პრივილეგირებული კოლონია. საერთოდ. ხო და შედიოდა შიგნით და ეს ადამიანები შემდგომ უჯანყდებიან თავისივე მეტროპოლიას, ლონდონს, დიდ ბრიტანეთს. იქაური ხალხი უკვე დაახლოებით საუკუნე ნახევრის ცხოვრების შემდეგ, მე-17 საუკუნეში დაიწყო იქ ინგლისელთა კოლონიების შექმნა, მე-17 საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ამერიკაში და ფრანგულის ასევე და ბოლოს ინგლისურმა იმძლავრა და შექმნეს ახალი სახელმწიფო, არაეთნიკური, არამედ აი სოციალურზე მორგებული უფრო მულტიეთნიკური ამერიკის შეერთებული შტატები. მე-18 საუკუნის მიწურულს 1776 წელს. შესაბამისად აი ეს სახელმწიფო არის კიდევ ერთი ნიმუში და იქაც უკვე თავიდანვე საფუძველშივე იგივე დამოუკიდებლობის დეკლარაციაში თომას ჯეფერსონის დაწერილი თუ შემდგომ მათი კონსტიტუციიდან ჩამოყალიბდა აი ეს ფენომენი ისცნება, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე დემოკრატიული სამყარო, თუმცა ისინი თვითონ ეფუძნებოდნენ იმ ძველ გამოცდილებას. ესე იგი, საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა ეს არის განდამტეხი მომენტი მსოფლიო, რომელსაც მე უკვე თვითონ დიდი ბრიტანეთიც აყვა თანდათანობით, მიუხედავად იმისა, რომ ებღაუჭებოდა ამერიკას, მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა და თავისუფლებაც მიანიჭა და შემდგომ მე-19 საუკუნეში აი ეს ამერიკა თანდათანობით ძლიერდება, აქეთ ევროპაში აი ესეთი ვითარებები, დუღილი, ინდუსტრიალიზაცია და აი ამ ყოველივე ბოლოს ჩვენამდეც მოაღწია. აი ამ რუსეთში როგორღაც სწორედ აი რუსეთი ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო. ანუ გავლით, იმიტომ რომ რუსეთში შევდიოდით, ხო? ხო, ნუ განათლება რუსეთში შედებოდა. ხო და რუსეთში რაღაც პატარა არხი გაიჭრა აქედან რომ განათლება მიიღოთ ჩვენს თავადი შვილებს, ვთქვათ, ახლა იშვიათად მოხდარიყო იქ ძალიან იშვიათი იყო. და აი ამ წვრილი პატარა ძაფით აქ საქართველოში დაერხა იქიდან შემოსული და შესაბამისად თემ სოფლიოში სხვათა შორის აი წამყვან ქვეყნებზე არის საუბარი ევროპის სადაც უკვე ბატონყმობა იყო გაუქმებული ფეოდალიზმი და ბოლო ბასტიონი იყო რუსეთი სადაც ბოლოს თვითონვე ომები წააგეს, რუსეთი ხო ექსპანსიონისტური ქვეყანა იყო და განსაკუთრებით ბოლოს აი ბოლო ხანები ყირიმის ომი რო წააგეს ოსმალეთთან, მაგრამ ოსმალი ძურქს უკამდგომ ინგლისთან და საფრანგეთთან, სადაც უკვე ბურჟუაზია, კაპიტალისტური წყობილება გამარჯვებული იყო, აი მაშინ მიხვდე რომ რაღაც ვერ არის საქმე კარგად და ჯობს როგორც სწორედ ის იმპერატორი ამ გამონათქვამი მიეწერება, რომელიც აუქმებს ბატონყმობას რუსეთში 1861 წლის 19 თებერვალს ალექსანდრე მეორე, ნიკოლოზ I, რომელსაც ევროპის ჟანდარმს უწოდებდა, აი მისი შვილი, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ნიკოლოზ I ბატონყმობის გაუქმებას, აი ამ კაცმა თქვა ალექსანდრე მეორე მისმა შვილმა, რომ ჯობს ჩვენ ბატონყმობა გავაუქმოთ ზემოდან, ვიდრე გაუქმებენ დაბალი ფენები ქვემოდან. და შესაბამისად მან რომ გააუქმა
ავტომატურად მივყევით ჩვენც და ანუ შედეგი რა არის? ჩვენ ბატონყმობის გაუქმებისთვის, სისტემის შეცვლისთვის ჩვენ ეს საგანგებოდ უნდა აღვიძოთ, არასდროს გვიბრძოლია. სისტემა დაინგრა ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩვენ ბატონყმობა გაგვიუქმდა, ჩვენ ადამიანები, ბაბუა ჩემის ბაბუა მაგალითად, ანუ ესე უწევს პირდაპირ რო შევხედოთ, გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც სხვაგან ეს მოხდა. და მიბმული ვიყავ და რუსეთზე და აქედან გამომდინარე აი ამიტომ ეხლა მანამდე ის რა დუღილი იყო მთელ ევროპაში ჩვენთან ვერანაირად ვერ იქნებოდა ანუ მოქალაქის ცნებებზე რაზედაც პატარ-პატარა ნაპერწკლები იყო თორე სოციუმს თლიანად ამაზე არც უფიქრია მოდი თქვათ ახლა თექნოლოგიების ერთ-ერთი თავი რატომ იქცა წერა-კითხვის გავრცელება რადგან სიტყვა მისული იყო ადამიანამდე, შეუძლებელი იყო ადამიანამდე მიგეტანა სიტყვებიდან და პატარა იყო, იმდენ წრე, რომელსაც შეეძლო იგივე ივერის წაკითხვა, იგივე ცნობის ფურცელის წაკითხვა, რომ იმის გარეთ რჩებოდა მოსახლეობის ალბათ 9/10 და ამიტომ ეს იყო. აი სწორედ აი თერგდალეულებზე ვთქვათ, ეხლა განს, იმიტომ რომ საგანგებო ყველაზე დიდი წვლილი. ჩვენთან თუ ვინმე შეიტანა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ფორმირებაში, ესენი არიან სწორედ ჩვენი თერგდალეულები, 60-იანელები. იმიტომ რომ სწორედ მაშინ ჩვენ ვიყავით ისეთ მომენტში, გოგა, როდესაც პრაქტიკულად ეთნოსის ყოფნა არ ყოფნის მომენტი ისევ დაგვიდგა. იმიტომ რომ რუსეთმა ამ აჯანყებების შემდეგ შეცვალა ერთგვარად ტაქტიკა და აქ გამოუშვა მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამტარებელი როგორც ჩვევია, განსაკუთრებულად მოგვადუნა, როცა დაამყარა ჩამოაყალიბა მეფის ნაცვლობა, თავარმართებლობის ნაცვლად და დანიშნა მეფის ნაცვლად გრაფი მიხეილ სიმონიძე ვორონცოვი. აი ეს ვორონცოვი იყო სწორედ მაგ პოლიტიკის გამტარებელი, რომელმაც ჩვენს ელიტასთან დაამყარა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ელიტაში იგულისხმება თავადაზნაურობა. ეს იყო ვორონცოვი 40-50-იან წლებში შევახსენებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აი სწორედ ვორონცოვმა უამრავ ადამიანს მიანიჭა თავადაზნაურობა, მანამდე ფაქტობრივად აი იგნორს უკეთებდნენ ამ კუთხით და პრივილეგიები. ძალიან ბევრი ადამიანის შვილი სახელმწიფოს ხარჯზე გაუშვა რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში სასწავლებლად. და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი რამ ისეთი გააკეთა, რითაც მოიმადლიერა ელიტა. და ამ დროზე ბატონყმობა გაუქმებული არ არის. და შესაბამისად ელიტა მოდუნდა. როგორც ჩვენი გამოჩენილი მოღვაწე პუბლიცისტი და მწერალი კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე ამბობდა, ფაქტობრივად ქართული ენაც კი გადაიქცა ამ დროს ამ ჩვენმა ელიტამ დაივიწყა ქართული და უკვე ცხვენოდა ენა პატუა ენად გადაიქცაო, როდესაც ოჯახში გამოსაყენებელი ენა იყო მხოლოდო და იქაც გვერდზე იყურებოდნენ ვინმე ხوار გვისმეს ამ ველურების ენაზე რო ლაპარაკობთ. ანუ ელიტა უკვე გარუსდა ფაქტობრივად და მოდუნდა. პარალელი შეიძლება პატარა პარალელს გავავლებ, ესე იგი მე-19 საუკუნის 60-იანი წლები ბევრი რაღაცით წააგავს მე-20 საუკუნის 60-იან წლებს. იგივე ჟავანაძის ეპოქას. ზუსტად მაშინაც მოუშვეს მარწუხები, წამოვიდა პრივილეგიები, ჩაიღვარა ფული და მოვდუნდით. ჩვენ ჩავეფალით იმ ფსევდო კეთილდღეობაში, ფსევდო კეთილგანწყობაში, რომელიც რუსეთმა კიდევ ერთხელ ეფექტურად გამოიყენა და ყოველთვის იყენებს, მოდი ვთქვათ. არ ვიცით წინ რა გველოდება, იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ გრძელვადაში მაინც, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ეფექტურად იყენებდა, ახლა აღარ უნდა გამოიყენოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა.